და გამოშვების ბოლოს კულტურის სიახლეები უძველესი ნამოსახლარის კვალი მცხეთაში არმაზციხე ბაგინეთი მორიგი არქეოლოგიური აღმოჩენის ადგილი ხდება. ორწლიანი მუშაობის შემდეგ არქეოლოგებმა არქიტექტურულ ნაშთებსა და მეორე-მესამე საუკუნით დათარიღებულ უძველეს ნიმუშებს მიაგნეს. სპეციალისტების ვარაუდით თრიალეთის ქედის ფერდობზე საუკუნეების წინ სამეფო რეზიდენცია იყო განთავსებული. Მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა. მცხეთის რაიონში არმაზციხე ბაგინეთში თრიალეთის ქედის ფერდობზე მეცნიერებმა მეორე-მესამე საუკუნის ნამოსახლარს მიაკვლიეს. 250 კვადრატული მეტრის მიწის ფართობზე ორი ტიპის ეგრეთ წოდებული მცხეთური კრამიტით გადახურული არქიტექტურული ნაშთებია აღმოჩენილი. ძვირფასი მასალით შესრულებული ნაგებობები მეცნიერთა ვარაუდით ქალაქური ტიპის დასახლებებისთვის იყო დამახასიათებელი. აი აქ ჩანს ჩაქცეული სახურავები. აი კედლები შერჩენილი, ქვის საფუძველზე ალიზით ამოყვანილი კედლები. ორი ტიპის კრამიტია აქ, ბრტყელი და ღარისებრი, რომელიც სახურავზე ასე ლაგდება, რომ ორ ბრტყელს შორის ზემოდან ეფარება ღარისებრი კრამიტი და ნაწილობრივ არის შეღებილი ანგობით, ანუ შეღებილია თხელი ფენით იმის. ეს ამას ესთეტიკური ფუნქციაც აქვს, ლამაზია და თან იცავს ატმოსფერული ნალექებისგან. კრამიტების წონა საკმაოდ შთამბეჭდავია და როგორც უფრო ხშირად 10 კილოგრამზე მეტია. კი. და აი ორ ფერდა სახურავს შუაზე გაკეთებული აქვს ეგრეთ წოდებული კეხი. აი ეს არის კეხის კრამიტის ნატეხი. 1800 წლის სათამაშოები მხატვრულ არქიტექტურული გაფორმების ნიმუშები და კერამიკის ნაშთი კიდევ ერთხელ ცხადყოფს აქ სამეფო რეზიდენციის არსებობას. აქ არის ოქროს ნივთის, აი ხის, ესე იგი, სვეტის თავის გაფორმების ნაწილი შეიძლება იყოს. აქ არის სარკმლის მინა, მინის ჭურჭელი, კიდე აი სანელსაცხებლები, ბრინჯაოს გარსაკრავი და ასე შემდეგ. გათხრილია ტერიტორიის დიდი ნაწილი, სადაც კარგად გამოიკვეთა ყაზარმული ტიპის 10 ნაგებობა, რომლებიც ერთმანეთთან ღიობებით იყო დაკავშირებული. აქ იწყებოდა ჩვენი ქართული სახელმწიფო. ქართლის, ანუ იბერიის მეფეების რეზიდენცია. ღვთის წვერზე იდგა არმაზის კერპი, როგორც ქართლის ცხოვრებიდან ვიცით. მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებასთან დაკავშირებული აღმოჩენების კვლევა ეროვნული მუზეუმისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ერთობლივი ექსპედიციით უკვე 2 წელია მიმდინარეობს. ამჟამად ხედავთ, რომ თითქმის დასრულების სტადიაში არქეოლოგიური სამუშაოები, როგორც ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენებია, გამოიკვეთა კედლები. ეს არის ნაგებობა გარკვეული ესპანეთში გამავალი რამოდენიმე ოთახს შეადგენს. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი არქეოლოგიური პარკის. ანუ ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, სადაც იქნება მემკვიდრეობა კარგად დაცული და სამეცნიერო კვლევები გაგრძელდება. აღმოჩენილი ნივთები ეროვნულ მუზეუმში უკვე გადაიგზავნა. მეცნიერთა ვარაუდით ბაგინეთის მიმდებარე ტერიტორია მრავალფენიან უნიკალურ სიძველეებს ინახავს. არქეოლოგები იმედოვნებენ, რომ საკმაოდ ვრცელი ტერიტორიის დამუშავება შეუფერხებლად გაგრძელდება. უკვე გათხრილი ნამოსახლარის შესწავლა და კონსერვაცია კი მალე დასრულდება.